დააკვირდით ამ ვიდეოს და დაწერეთ კომენტარებში თუ იცით რა არის ეს ხელსაწყო და როდის გამოიყენება. მე კი გეტყვით რომ ეს არის ქირურგიული სტეპლერი, რომელიც გამოიყენება ოპერაციების დროს კონკრეტულად კანის ზედაპირული ჭრილობების დასახურად. თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ ეს არის ახალი მეთოდი და ექიმებმა ეხლახანს დაიწყეს სტეპლერის კანის დასახურად გამოყენება. თუმცა მე შემიძლია გითხრათ რომ პირველი ქირურგიული სტეპლერი 1908 წელს შეიქმნა და მას შემდეგ გამოიყენება მედიცინაში. მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივ სტეპლერთან გარკვეული მსგავსება აქვს ქირურგიულ სტეპლერს, მათი მოქმედების მექანიზმი მაინც განსხვავებულია და ქირურგიული სტეპლერი უზრუნველყოფს იმას, რომ კანის კიდეები ერთმანეთთან მჭიდროდ და ერთ დონეზე დაფიქსირდეს. რა თქმა უნდა, არც ქირურგიული სტეპლერი არ არის უნივერსალური კანის დახურვის მეთოდი და ყველა ჭრილობას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკური კანის ნაკერთან შედარებით ეს ხელსაწყო გაცილებით უფრო სწრაფია და უფრო მარტივი გამოსაყენებელი. აქვე მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ სტეპლერით კანის გაკერვის განმავლობაში მნიშვნელოვანია კანის კიდეები ერთმანეთის პირისპირ იყოს და არ ჩაბრუნდეს, რაც გაართულებს შემდგომ ჭრილობის შეხორცებას. რაც შეეხება ამ ტიპის ნაკერის მოხსნას, ამისთვის არსებობს სპეციალიზებული ხელსაწყო, რომელიც ამ ყველაფერს საკმაოდ ეფექტურად ახერხებს.